კარგი, მოკეთ სამივე არის ერთი კონტექსტი და ვეცდები რომ სამივეს გაერთიანებულად უპასუხო. პირველი თვითმმართველობის შემოთავაზებული პროექტი არის საინტერესო, არის ბევრი საყურადღებო მნიშვნელოვანი წინ გადადგმული პროგრესული ხედვა მასში, განსაკუთრებით მერების და გამგებლების პირდაპირი არჩევნები ყველგან, რაც იქნება და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხარდაჭერილი იქნება და ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული. თუმცა, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი რეფორმის მატარებელი პროექტი შემოდის პარლამენტში, არათუ ნორმალურია და გასაკვირი არ არის, არამედ მე ვიტყოდი, არის აუცილებელი და საჭირო, რომ დისკუსია გახსნილიყო ასეთ ტიპის პროექტზე. იქნებოდა სრულიად გაუგებარი, როდესაც პარლამენტში ეს დოკუმენტი განხილვების, დებატების და დისკუსიების გარეშე ჩაივლიდა. ამიტომ მე პირადად მომწონს ძალიან, რომ ეს ჯანსაღი პროცესი და დისკუსია, რომელიც საზოგადოებაში დაიწყო და გუნდის შიგნითაც ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი საინტერესო მოსაზრება, კითხვა, პოზიცია, განსხვავებული კონკრეტული წინადადებაც და ასე შემდეგ, ესეც მიმაჩნია, რომ არის ძალიან კარგი. და ასეთ მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელებას ეს წინ უნდა უძღოდეს. ეს დისკუსიები გაგრძელდება, ეხლა თქვენს კითხვაზე რეგლამენტის დარღვევასთან დაკავშირებით, არავითარ რეგლამენტი არ ირღვევა და რატომ? მთავრობამ შემოიტანა ეს პროექტი და პარლამენტმა დაიწყო დისკუსია. დაიწყო უმრავლესობის ფორმატში, ფრაქციების ფორმატში შეხვედრები, განხილვები და მთავრობის ხდომაზე ოფიციალური განხილვა კი არ მიმდინარეობს. არამედ კონსულტაციების ფორმატი არის როგორც პარლამენტში, ასევე იუსტიციის სახლში, ასევე შეიძლება მთავრობის ცალკეული წარმომადგენლების მონაწილეობით, მაგრამ ეს არ არის პარლამენტიდან საკითხის განხილვის გადატანა მთავრობაში. არამედ ეს არის პარალელური დისკუსიები და მსჯელობა, რომელიც თან ახლავს პარლამენტში ამ საკითხის განხილვას. ეს არის ძალიან კარგი. ასე რომ რეგლამენტი აქ არ ირღვევა, რაც შეეხება საკითხის გადადებას, ჩვენ საკომიტეტო მოსმენები, რომელიც დანიშნული იყო დღეს, მათ შორის ჩემი კომიტეტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის ხდომა გადავდეთ იმ კვირისთვის, ვადები გვაქვს, ეს ვადა ბიუროს მეშვეობით დადგინდა და ხუთშაბათამდე ვფიქრობთ, რომ საკომიტეტო განხილვები დასრულდეს. ჩვენი კომიტეტი იგეგმება 4 შაბათს დილით, იქამდე კიდევ სხვა კომიტეტები განიხილავენ და ხუთშაბათს ალბათ შეჯამდება საკომიტეტო განხილვების პირველი მოსმენის წესით, ანუ პრინციპების დონეზე საკომიტეტო მოსმენები. და შემდეგ უკვე ვარაუდობთ, რომ ბიურო მიიღოს გადაწყვეტილება სესიაზე, როდის იქნება გატანილი ეს პროექტი. იქამდე ჩვენ გვექნება ყოველდღიური მსჯელობა დამატებით ამ საკითხებზე. რაც შეეხება საქართველოს პატრიარქის მისი უწმინდესობის განცხადებას, მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით თქვა, მიმაჩნია ძალიან მნიშვნელოვნად მისი უწმინდესობის პოზიცია, როგორც ამ ისე ნებისმიერ სხვა საკითხზე და ყოველთვის არის ყურადსაღები და ყურდასაგდები და დასაფიქრებელი, როდესაც პატრიარქია აკეთებს თავის პოზიციას აფიქსირებს, აცხადებს თავის მოსაზრებას კონკრეტულ საკითხზე და მით უფრო ესეთ მნიშვნელოვან საკითხზე. მე ვიცი, რომ ამ კუთხით კონსულტაციები საპატრიარქოსთან გაგრძელდება, იყო ეს კონსულტაციები და გაგრძელდება და ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ის საკითხები, რომელიც იწვევს სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციას და იკითხება ნორმები, არის ნორმები, რომელიც შეიძლება წაიკითხო განსხვავებული შინაარსით და დაინახო, თქვათ, გარკვეული პრობლემა ამა თუ იმ მუხლის და ნორმის ამოქმედების შემთხვევაში. რადგან ესეთი ხედვა არსებობს და მის უწმინდესობას ჰქონდა ეს პოზიცია, ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში საჭიროა მეტი დისკუსია, მეტი განმარტება, მეტი სიცხადის შეტანა. მინდა გითხრათ, რომ გარკვეული ცვლილებები შევა პროექტში, ესეც არის იმ კონსულტაციების შედეგი, რომელიც გაიმართა და ასევე მინდა გითხრათ, რომ ვიდრე საქართველოს პატრიარქი ამ განცხადებას გააკეთებდა,
წირვის დროს იქამდე გუნდის შიგნით იყო დაწყებული დისკუსია და იყო საკმაოდ ცეთი საინტერესო მოსაზრებებიც იყო კრიტიკული კითხვებიც და ასე შემდეგ. ანუ ეს პროცესი დაწყებული იყო იქამდე. და წინა დღეს იყო სხვა შორის მიღებული ესეთ შიდა, ესე ვთქვათ, შეჯამებად თუ შეთანხმება, რომ გარკვეული ნორმები შეიცვლებოდა ძირითად კონცეპტუალურ საკითხებზე თანხმდებით ჯერჯერობით ამ მუშა პროცესში ხაზგასმით ვამბობ, იმიტომ რომ მთავარი განხილვის არეალი არის პარლამენტი უკვე. თუმცა კანონპროექტის ავტორებთან და საპარლამენტო წარმომადგენლობასთან შეთანხმება და კონსულტაციები საჭიროა, იმიტომ რომ ჩვენ ეს პოზიციები შემდეგ გჭირდება პარლამენტს შესაჯერებლად. შევთანხმდით, რომ ეს არ იყოს ჩქარი პროცესი, ანუ რეფორმა არ იყოს სწრაფი, რეფორმა უნდა განხორციელდეს. მე მგონი ამაზე არავინ არ დაობს, რომ დეცენტრალიზება ზოგადად თვითმმართველობების და მეტი ავტონომიურობა მათთვის კარგია, პირდაპირ არჩევნები მერების და გამგებლების კარგია, მეტი დემოკრატიისა და სახალხოობის და არჩევნებში მეტი მონაწილეობის და მეტად მონაწილეობის საზოგადოების კარგია ყველა დონეზე, თუმცა რეფორმა უნდა იყოს ეტაპობრივი. ანუ გარკვეული ცვლილებები პროექტში იქნება. კონკრეტულად როგორი იქნება, არ იქნება სწორი რომ მე ხა ვისაუბრო, იმიტომ რომ ეს გადაწყვეტილება პარლამენტში უნდა იყოს მიღებული. მე ვამბობ ხედვაზე, რომ გარკვეული ცვლილებები, როდესაც ვამბობ, რომ იგეგმება თვითმმართველ ქალაქებთან დაკავშირებით, რაოდენობასთან, ყველგან არა, ანუ არა ყველგან, არამედ გარკვეული პრინციპით შეიძლება მოხდეს ამ საკითხის, ანუ პილოტურად შეიძლება განხორციელდეს რამდენიმე ადგილას, თქვათ, ეს რეფორმა, რომ დავინახოთ როგორ იმუშავებს და ეტაპობრივად მივყვეთ, რომ მას აი ამ რეფორმას მივაყოლოთ შესაბამისი პირობები. ამ რეფორმის განხორციელებას აქვს წინა პირობები. თვითმმართველი ქალაქების გაზრდას და მუნიციპალური წარმონაქმნების არსებობას სჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ამას სჭირდება მომზადება. ამისთვის ჩვენ ეტაპობრივად უნდა ვიაროთ. ანუ გადაწყვეტილება კონსულტაციების დონეზე მიდის იქეთკენ, რომ პროცესი გაგრძელდეს, მაგრამ გონივრულად, გააზრებულად, ფრთხილად, დაკვირვებით, პილოტურად, ანუ რაღაც გარკვეული არეალი ავიღოთ, სადაც დავიწყებთ, თუმცა ეს მერების არჩევნებს არ ეხება. ანუ ამ საკითხზე გითხარით, რომ ყველანი თანხმდებით, რომ ყველგან იქნება არჩევით. ვამბობ, აი, მუნიციპალურ წარმონაქმნებზე თვითმმართველი ქალაქების გაზრდაზეა საუბარი და საბჭოებზე და ასე შემდეგ. ანუ იქ უკვე კონკრეტულ დეტალებზე, როდესაც შევდივართ, აქ ეტაპობრივად განვახორციელებთ რეფორმას. დანარჩენი ეს დებატები საინტერესო იქნება შემდეგი კვირა და ვნახავთ უკვე რა კონკრეტულ შეთანხმებამდე მივდივართ. ასე რომ ყურადღებული იქნა ბევრი მოსაზრება და მე ვფიქრობ, რომ ის ნორმები, რომელიც გარკვეული თეორიული თუნდაც, მოდი ესე ვთქვათ, საფრთხის მატარებელი იყო, თეორიული. ასე ყველაფერი შეიძლება იყოს საფრთხის მატარებელი, მაგრამ არ იყო ნორმები, რომელიც რაღაც ინტერპრეტაციის საშუალებას მეტად იძლეოდა. აქ დაზუსტება, დაიხვეწება, კიდევ უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბდება, გარკვეულ კორექტირებას შეიცვლეს და როგორც დავით ნარმანიამ თქვა, მოდიფიცირებული, შეცვლილი, კორექტირებული ვერსია იქნება შეთანხმებული უკვე საპარლამენტო განხილვის დროს. მე ვფიქრობ, აი ეს არის, მე მგონი, რომ ხუთშაბათამდე ვფიქრობ, საკომიტეტო სხდომები პირველი მოსმენის წესით, მხოლოდ პირველი და არა სრულად. პირველი მოსმენის წესით, ანუ პრინციპების დონეზე რომ დასრულდეს ხუთშაბათამდე და გაგრძელდეს უკვე განხილვა სესიაზე და შემდეგ უკვე იქნება მეორე, ანუ მუხლობრივი და ასე შემდეგ. ტექსტი იცით რომ გამოქვეყნდა. თუ არ ვცდები, ქართული თარგმანიც ან იქნება ამ დღეებში, მაგრამ ვიცი რომ ტექსტი უკვე არის ხელმისაწვდომი. თავარი რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ, რაც არის შიგ თავსი ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის. პირველი ვალდებულება, რომელიც ჩვენ გვეკისრება ამ ევროპულ სივრცეში, ინტეგრაციის პროცესში და
ჩვენ სწორად მივდივართ, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ბუნებრივი ადგილი, ევროპული ოჯახი. თავარი არის ჰარმონიზაცია კანონმდებლობის, ერთ-ერთი თავარი არის ჰარმონიზაცია კანონმდებლობის, ანუ ჩვენი შიდა ეროვნული კანონმდებლობა უნდა იყოს შესაბამისი საერთაშორისო კანონმდებლობის და სტანდარტების. ეს სტანდარტები ჩვენ გვაქვს უკვე ევროპის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციით მოცემული ძირითადი უფლებები, რომელთა შესაბამისობაში უნდა იყოს კანონმდებლობა. ამ მხრივ ცალკეული კანონების შესაბამისობაში მოსაყვანი იქნება, თუმცა ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური უფლებების კუთხით, ეს არის სამოქალაქო და შემდეგ ეკონომიკური კუთხით. რამდენადაც თავისთავად ეს ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ურთიერთობების სივრცეში შესვლა ნიშნავს, რომ ფართო ეკონომიკური ბაზარი იხსნება უკვე საქართველოსთვის და ეს იქნება როგორც ცენტრალურ, ასე თვითმმართველობის რეგიონალურ დონეზე და გვექნება შესაძლებლობა როგორც ინვესტიციების განხორციელების, ასევე ჩვენი ეკონომიკური პოტენციალის უკვე გამოტანის საერთაშორისო ევროპულ სივრცეში და ბაზარზე. კანონმდებლობა, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სავაჭრო ურთიერთობები, სტანდარტების დაცვა ეკონომიკურ სფეროში და ასე შემდეგ. ეს არის ძირითადი ჩარჩო, რომელშიც უნდა მოვექცეთ. ჩვენ ისეთი ვალდებულება არ გვექნება, რომელიც ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესისთვის ან მიუღებელია, ან რაიმე პრობლემის შემქმნელია, ან რაღაც საქართველოს მოსახლეობისთვის ორგანულად, ესე ვთქვათ, შეუთავსებელია. ასე რომ ვფიქრობ, რომ ეს ტექსტიც უკვე რომელიც საჯარო არის, იძლევა საშუალებას გავაკეთოთ ანალიზი, რომ ჩვენი სვლა ევროპული ოჯახისკენ ეს არის ის არჩევანი, რომელიც ქვეყანას სჭირდება მომავლისთვის. ამაზე ნაწილობრივ ვისაუბრე და პრინციპში კიდევ ერთხელ განმარტავ, რომ აი ამ ტიპის თეორიულ საფრთხეებზე იყო მინიშნება, როდესაც კეთდებოდა კრიტიკული მოსაზრებები, სწორედ ამ კუთხით ხდება კორექტირება. ამ კუთხითაც ხდება კორექტირება, მოდი ესე ვიტყოდი, უფრო მართებული იქნებოდა კანონპროექტის, რომ მინიმალიზირებული იყოს ის თეორიული საფრთხეები, რომელიც შეიძლება რომელიმე ვთქვათ ახალის ნორმის იმპლემენტაციას მოყვეს. და ამ ნორმებთან დაკავშირებით, ესე ვთქვათ, გარკვეული წინდახედული, ფრთხილი და შეჯერებული ვერსია იქნება წარმოდგენილი. ასე რომ ზოგადად საქართველოს მოცემულობა, ჩვენი ქვეყნის მოცემულობა, ვითარება, რომელიც ჩვენ გვაქვს, ასეთ ტიპის თეორიული საფრთხების მატარებელი არის დღესაც ამ პროექტის გარეშეც, ამ რეფორმის გარეშეც და ჩვენ გვაქვს ესეთი კრიტიკული, ვთქვათ, რთული რეგიონები, სადაც მეტნაკლებად ეს საფრთხეები უფრო ზოგჯერ ცოცხლდება, უფრო ზოგჯერ მეტად ღვივდება, მე მინავდება, ამიტომ გვიწევს ამ საფრთხეების გათვალისწინება მომავლის პრიზმაში და ამ კუთხითაც ეს საკონსულტაციო რეჟიმი ამ საკითხებსაც ითვალისწინებდა. მე მინდა გამოვეხმაურო, არ ვიცი თქვენ მკითხავთ თუ არ მკითხავთ, ალბათ მკითხავთ, მაგრამ მე მაინც მინდა გამოვეხმაურო, იმიტომ რომ ამ დილით გამოქვეყნდა ძალიან მნიშვნელოვანი იყო სტატისტიკა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ 11 თვიანი, პრაქტიკულად 1 წლის ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ 1 წლის თავზე რა ვითარება გვაქვს ქვეყანაში დანაშაულობების თვალსაზრისით და ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია ის ინფორმაცია, რომელიც ოფიციალურად გაცხადდა, ის რომ 1 წლის თავზე ჩვენ გვაქვს დანაშაულის კლება 8400-ზე მეტი ერთეულით და გაზრდილია ჩადენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გახსნის კოეფიციენტი 45%-ზე მეტი ერთეულით და ესეთი მაღალი მაჩვენებელი დანაშაულის გახსნის და ესეთი კლება დანაშაულებრივი ქმედებების არ ყოფილა არც წინა წლებში. მე ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შედეგი, რომელიც ქვეყანას აქვს იმ ვითარებაში, რა ვითარებაში ჩვენ ვიმყოფებოდით ეს 1 წელი. მე ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია და უნდა იყოს ეს განსაკუთრებით საზოგადოებისთვის მიწოდებული ეს ინფორმაცია, რომელსაც აინტერესებს ზოგადად უსაფრთხოების და დაცულობის კუთხით რა განცდა უნდა კონდეს მას და როგორ მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მე ვფიქრობ, რომ დეპოლიტიზირება თავისთავად ის ჰუმანური აქტია ამინისტიის, რომელიც აღმოჩნდა, რომ იყო აბსოლუტურად გამართლებული და სწორი მიდგომა და მენეჯმენტი
და იმის დემონსტრირებას, რომ ჩვენ საზოგადოებას კრიმინალისკენ მიდრეკილება არ აქვს, როდესაც მას გააზრებული აქვს, გაცნობიერებული აქვს ის რეალობა, ვითარება და ბევრი სხვა ფაქტორი ამის შესაძლებლობას აძლევს, კიდევ ერთხელ გამოჩნდა აი ამ მაჩვენებლებში და მინდოდა ეს მეთქვა. მე გავიხსენებდი ფაქტებს, როდესაც მოხდა ამგვარი რეაგირება. ეს იყო 17 მაისი, როდესაც რამდენიმე პირი არა მარტო ადმინისტრაციული წესი დაისაჯა და ადმინისტრაციული სახდელი დაედოთ, მათ სისხლის სამართლის პასუხისგებაში იყო მიცემული, მათ შორის სასულიერო პირები. და ეს სასამართლო პროცესი თუ არ ვცდები არ დასრულებულა და მიმდინარეობს. ისევე როგორც ეს შემთხვევა, სადაც ადმინისტრაციული სახდელი იყო დადებული. აი ეს შემთხვევები, რაც აი ეს მნიშვნელოვანი შეხვედრა. ეს აი ეგ უკვე უნდა ვკითხოთ სასამართლოს, იმიტომ რომ ხელისუფლებაა სასამართლოს და ხელისუფლებაა აღმასრულებელი რგოლის. მე ხომ საუბრობ აღმასრულებელ რგოლზე. აღმასრულებელი ხელისუფლების ამ შემთხვევაში ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა. მათი ვალდებულებაა გამოავლინონ და რეაგირება გააკეთონ. მათ ეს გააკეთეს იმ შემთხვევებში, ხოლო სასამართლომ რადგან ჩათვალა და ეს არის დამოუკიდებელი სახელისუფლებო შტო, რომ ეს ადმინისტრაციულად დასჯადია, ის სისხლის სამართლის წესით მიმდინარეობს განხილვა, ეს კრიტიკა თუ ვინმეს მიმართ შეიძლება იყოს მაშინ სასამართლოს მიმართ, რომელსაც შეუძლია თქვას, რომ ეს ადმინისტრაციული კი არ არის, სისხლის სამართლის წესით დასჯადია. საბოლოო ვერდიქტი არ გამოაქვს არც პროკურატურას, არც პოლიციას, ეს გამოაქვს სასამართლოს. ამიტომ უნდა გავმიჯნოთ, რომელი ხელისუფლების პასუხისგებლობის ტვირთია ეს. თვითმმართველობის? ივნისის დასაწყისი, ანუ ეს იქნება მაისში იყო თვითმმართველობის არჩევნები, ანუ მათი კალენდარი, ესე ვთქვათ, კალენდარული ციკლი უფლებამოსილების ვადის იწურება მაისში. ივნისში იყო ცნობა უფლებამოსილების, ანუ შესაბამისად არჩევნების ჩატარების თარიღი უნდა იყოს ან მაისის ბოლო, ივნისის დასაწყისი. უფრო გვიან არ შეიძლება, ანუ იმ ვადაში უნდა მოხდეს, რა ვადითაც უფლებამოსილება ეწურება უკვე თვითმმართველობის მოქმედ შემადგენლობას. და პირველი ნახევარი, იქამდე ამ ვადას არ უნდა გადაცდეს. მე ვფიქრობ, რომ საინტერესო და მნიშვნელოვანია, სხვა შორის ძალიან კარგი ხაზგასმა გააკეთა ჩემმა კოლეგამ ვიკა დოლიძემ, როდესაც ხაზი გაუსვა, რომ უკრაინიდან ჩამოსვლის შემდეგ საქართველოში ექნება მას შეხვედრები და ამის შემდეგ მოსკოვში, რაც ფიქრობ საინტერესო ხაზგასმაა იმ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების, რომელიც საქართველომ გადადგა ვილნიუსის სამიტის მოვლენებიდან გამომდინარე და იმ დეკლარირებული და უკვე ამ დეკლარირების შესაბამისი ნაბიჯების ფონზე, რომელსაც ჩვენ ვდგავთ. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან საინტერესო იქნება, მათ შორის ინფორმაციების გაცვლა და პირველ წყაროდან მიღება. ჩვენ ხო ვთქვით, რომ უარს არ ვამბობთ. კი, მე მაქვს ეს ინფორმაცია და მესმის საზოგადოების არც თუ მცირე ნაწილის წუხილის, რომელსაც აქვს ეს მოთხოვნილება და მოლოდინი, რომ სამართლიანობის აღსრულების მეორე ეტაპი წარმატებით და სწრაფად განხორციელდეს. პირველი ეტაპი იყო ის, რაც ჩვენ პარლამენტში გავაკეთეთ, პოლიტპატიმრები და ამინისტიის კანონი და საჭირო იყო მეორე ეტაპი, რომელიც უნდა მოყოლოდა ამ გადაწყვეტილებას და აბსოლუტურად მესმის, რომ ეს მოთხოვნილება არსებობს. მე ვიყავი და ვრჩები მომხრე იმ ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპის და არა ვარ მარტო, რა თქმა უნდა, ჩვენს გუნდში ამას იზიარებს უმრავლესობა, იგივე პოზიცია აქვს პრემიერ-მინისტრს, იგივე პოზიცია აქვს უმრავლესობაში
უმრავლესობას, რომ სამართლიანობის აღსრულების მეორე ეტაპი უნდა განხორციელდეს და ჩვენ უფლება არ აგვაქვს უარი უთხრათ ადამიანებს, რომ მათ სამართლიანი სასამართლოს უფლებით ისარგებლონ. ჩვენი ვალდებულება რა არის? ეს არის რთული პროცესი, არაერთხელ მithქვამს, რომ მე ვიცი ძალიან კარგად ეს პროცესი რას ნიშნავს. წარმოიდგინეთ, 300,000-ზე მეტი ადამიანი არის გასამართლებული 2004-2012 წლებში ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის წესით. 300,000-ზე მეტი. ეს არის ჩვენი მოსახლეობის 10%-ზე მეტი. მაგრამ ვინც არ გასამართლებულა, მაგრამ ისე არის რეპრესირებული, ქონება ჩამორთმეული, შეურაცხყოფილი და ასე შემდეგ. ხო, ანუ ჩვენ გვაქვს რეალურად მოცემულობა, როდესაც საქართველოს მოსახლეობის შეიძლება ნახევარს კონდეს ეს მოთხოვნილება, რომ მათ მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედებები იყოს განჟილი. ეს ხო წარმოგვიდგენია რა მასშტაბის სამუშაოა, მაგრამ ალბათ აი ჩვენ ახლა ვართ საკონსულტაციო და მუშა პროცესში, როდესაც ფიქრობთ რა არის ყველაზე სწორი, ყველაზე მორგებული, ადეკვატური შესატყვისი მექანიზმი, რომ ადამიანებს სამართლიანობის განცდა არ დაუკარგოთ და შეუქმნათ მექანიზმი, რომლითაც მათ ამ უფლების რეალიზება შეეძლებათ. ამაზე ჩვენ მუშაობთ და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ვიპოვით ყველაზე კარგ გამოსავალს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღეს სასამართლო სისტემაში არიან ის მოსამართლეები, რომელთაც ეს ადამიანები გაასამართლეს. ჩვენ ახალ სასამართლოს ვერ მოვიგონებთ. არ არსებობს თანამედროვე სამყაროში რაიმე სისტემა, რომელიც სასამართლოს გარეშე იღებდეს მართლმსაჯულების ფუნქციას და შეიძლება იყოს შუალედური რგოლი, ვთქვათ, რაიმე კომისია, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერდიქტი გამოაქვს სასამართლოს. ამიტომ უნდა ვიფიქროთ, ვინ უნდა განსაჯოს, რა შემადგენლობით, რა ადამიანური რესურსი ჭირდება ამას. კომპენსაციების თემა ეს არის ყველაზე ბოლო საკითხი, იქამდე არის ბევრი სხვა თემა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ ეს პროცესი უნდა დავიწყოთ. უпросто დაწყებულია და უნდა გავაგრძელოთ. ეს არის ერთ-ერთი გზა. შეიძლება ერთ-ერთი გზა, რომელიც მეც მგონია, რომ ასევე არც თუ ისე ურიგო მექანიზმი იქნება. ეს მაინც გასაკეთებელია, იმიტომ რომ არსებული ჩანაწერი, რომელიც დღეს არის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, განაჩენის გადახედვის მექანიზმი. მე გითხრათ, თქო, გამართული და კარგი არ არის და ის ხელოვნურ ბარიერებს ქმნიდა ადამიანებისთვის, რომ მათ ვერ მიეღწიათ უზენაეს სასამართლომდე. შეიძლება ვიფიქროთ ამაზეც. კონკრეტულ მექანიზმებზე ჯერ არ ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ჯერ უნდა ჩამოვყალიბდეთ და შევთანხმდეთ რა მექანიზმს ვირჩევთ, მაგრამ ცხადად მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს ვერ ეტყვის საქართველოს მოქალაქეებს სამართლიანობის აღსრულებაზე. ეს არის მათი უფლება, ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომ მათ ამის წინაპირობა და სამართლებრივი გარემო შეუქმნათ. გაგრძელდება, აუცილებლად გაგრძელდება.